პრიორიტეტი პირდაპირ ეთერში ბრუნდება ვაჯამებთ 2016 წელს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად და ჩვენი სტუმარია ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, გამარჯვებას გისურვებთ. რა თქმა უნდა, გილოცავთ და ფინალში კიდევ მოგილოცავთ უფრო გრძელი ტექსტით. ბატონო შალვა, ვაჯამებთ 2016 წელს, მაიმუნის წელს. თქვენი აზრი მაინტერესებს, რა იყო კარგი, რა გაკეთდა ამ წელს, რა არ გაკეთდა, როგორ შეაფასებთ ზოგადად ხელისუფლების, ოპოზიციის მუშაობას და პირადად თქვენი პარტიაც როგორ მუშაობდა წელს? მე მგონია, რომ ეს წელი კი არა, განვლილი 4 წელი იყო ჟამი მაიმუნის მეფობისა. სამწუხაროდ და საუბედუროდ. თუმცა მაიმუნებში არის ძალიან ბევრი დადებითი თვისება, ადამიანის წინაპრებია, პრიმიტივის მაღალ კლასს განეკუთვნებიან და არასოდეს არ შეჭამენ იმდენს, რომ თანატომეელებს და თანახროველებს დააკლონ, ბავშვები შიმშილი დახოცონ, პატარა ჩვილები, ის ითვისონ მთელი ბანანის და იმის პლანტაცია ანანასის, გაყიდონ ის ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ, გაუყიდონ თანახროველებს. ანუ მხედველობაში მაქვს ისმე, რომ აი, როდესაც გამხეცდება ადამიანი და დაკარგავს ზომას და წონის უნარს და იმის ზნეობის ასპექტებს რა ეკუთვნის მას და რა ეკუთვნის ხალხს და რა ეკუთვნის ქვეყანას, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს უფრო საშიშ მოვლენასთან, ვიდრე შეიძლება იყოს თქვა მაიმუნის წელი თუ მატორქას წელი. შესაბამისად, ძალიან რთული მდგომარეობაა. დღეს ჩვენ სახელმწიფოს სჭირს პოლიტიკური სპიდი, შიცი. სპიდი რა არის? იმუნიტეტის დაკარგვა. სახელმწიფოს იმუნიტეტი აქვს დაკარგული. პრაქტიკულად ყველა სფერო აფეთქებულია. დედამიწის ზურგზე არ არსებობს დღეს სახელმწიფო პოლიტიკურ რუკაზე, რომელსაც მართავდეს ფარული კონსპირაციული ლიდერი, რომელიც გამოჩნდება არჩევნების წინ, გამოყრის მილიარდებს, გალანძღავს მოწინააღმდეგეებს, დააბრალებს შეუძლებელს თუ შესაძლებელს და მერე ისევ ჩაიმალება და აგრძელებს თავის საქმიანობას. პირველ რიგში გაუარესებს ლარის კურსს, ეროვნული ვალუტის კურსს დააგდებს, რომ არჩევნებში დახარჯული მილიარდები ამოიღოს 10 მაგად, 20 მაგად, 100 მაგად, რა ვიცი, 1000 მაგად. ეს ზუსტად ეხლა ეს პროცესი ხდება, აი ამ ლარის კურსის თამაშით, რაც გავიდნენ თანხებს, იმის ამოღება ხდება განსაკუთრებული ტემპებით და სისასტიკით შეიძლება ითქვას და სოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, სადაც მიდის ეკონომიკური კრიზისი, მათ შორის ფულის ინფლაციის ჩათვლით და ბანკები მოგებით ამთავრებენ წელს, კვარტალს, თვეს და ყველაზე მეტ მოგებას იღებს ამ დროს ქვეყნის მართლმელის ბანკი. ასეთი სახელმწიფო დედამიწის ზურგზე აღარ არის. დედამიწის ზურგზე აღარ არის სახელმწიფო, სადაც ვიღაც შემთხვევითმა თუ არაშემთხვევითმა კრიმინალმა თუ სერიოზულმა ბიზნესმენმა ზნეობრივმა თუ უზნეო მნიშვნელობა არ აქვს, იშოვა მილიარდები გარკვეული გზებით, აღმოჩნდა საჭირო დრო, საჭირო ადგილას და მე ამ მილიარდებით შეისყიდა მთელი სახელმწიფო შეისყიდა. და აქცია თავის კლიენტურად. პარლამენტი, მთავრობა, მმართველობა, სასამართლო ხელისუფლება, მასმედია, აი ახლა გუშინ მივდიოდი დიღმის მასივისაკენ და მოუნდით 55 წუთი ეს ავეჯის მაღაზია რო იყო დიღმში. იქიდან კარფურამდე მისვლას დუშეთში მივდიოდი ჩემსკენ. 55 წუთი. მთელი თბილისი და მთელი საქართველო იდგა ბიძინას კარფურთან რიგში და ბიძინას ჯიბებს ამდიდრებდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად დახურეს მარკეტები, დახურეს წვრილი სავაჭრო დუქნები, სადაც ხალხი სამსახურს შეუვლობდა და რაღაცას ვაჭრობდა და აკეთებდა, მოახდინა სრული მონოპოლიზაცია ვაჭრობის და როგორც მითხრეს, კახეთის ტრასას დაკეტილი იყო, იმიტომ რომ ერთი კარფური გააშენა და აქაც შუაში, აი თქვენ ზევით, ის კარფურის მაღაზია აქვს და ნუ პრაქტიკულად მთელი საქართველო მისი კლიენტია. პოლიტიკოსებიც მისი კლიენტებია, ინტელიგენციაც მისი კლიენტურა, პოლიტიკური პარტიებიც მისი კლიენტურა, ხელოვანიც მისი კლიენტურა, რიგითი მოქალაქეც მისი კლიენტია, უпроსტად მონა ექსპლუატაციას უწევს როგორც უნდა, ფასუდებს ყველაფერზე, მაღაზიაშიც, პოლიტიკაშიც, ცხოვრებაშიც.
ანუ საშინელ მდგომარეობასთან ჩვენ გვაქვს საქმე დღეს, რომლიდან გამოსვლა შეუძლებელია. რატომ მოხდა ესე ბატონო შალვა? თუ ეს ნამდვილად ასე არის, აი თქვენ ხედვას რომ გავყვეთ დაუშვათ, რომ მთელი საქართველო თქვენ ფაქტიურად გამოაცხადეთ ერთი ადამიანის მონად, აი თქვენს ციტატას მოვიყვან. ესე იგი, რატო იწყებოდა მონათმფლობელური ასე ვთქვათ მოვლენები? ერთგვარად ქართველი ადამიანების ცოტა დაკნინება. რატომ დაიწყო თქვათ შავები კანიანების გადაყვანა ამერიკის კონტინენტზე მონებად? რატომ ჩამოყალიბდა ანტიკურ ეპოქაში მონობაზე დამყარებული საზოგადოება? აბა როგორ გითხრათ, როგორ ჩანს ისტორიას, როგორც ამბობენ, გამეორება უყვარს და საქართველოში მონობა რეალურად არ ყოფილა ჩვენ ისტორიაში არ გვახსოვს და ეთყობა ესე გვეწერა ბედისწერისგან რომ ერთ ავამტყოფ კრიმინალ სისხლში, თაღლითობაში, სიბინძურეში გასვლილ ჭორვილ არსებას რაღაცა პერიოდი უნდა დაემყარებინა მონობა საქართველოში, რომ მე ასე ვთქვათ გვესწავლა ჩვენი გამოცდილებით და არასოდეს ეს აღარ დაგვეშვა, მაგრამ მე უკვე ვეჭობ, ჩვენ ვსწავლობთ თუ არა საკუთარი პრაქტიკით, როდესაც ვხედავ, რომ 8 ოქტომბერს 1 მილიონი კაცი მივიდა თუ არ მივიდა, ყოველ შემთხვევაში მათი სახელით ვიღაცა მისსახმა აი ამ საშინელ ძალას, რომელიც დღეს მოვიდა და გამოდიან, ესე იგი იმ არაჩვეულებრივ გამოფენაში ერთი ჯინჯარაძე ყავდათ, ვალოდია, ხო? რომელსაც კლასი ვერ იცნობდა, აღარ ახსოვდათ კლასელებს, რადიატორთან რო იჯდა, იმით ახსოვდათ. და დღეს მთელი პარლამენტი ჯინჯარაძე ვალოდიებია. გამოდიან, ხალხს არ ვიცნობთ. და ახლა მე ვერ დავეთანხმები ჩემს წინ გამომსვლელ კოლეგებს, რომ საარჩევნო კანონს გააკეთებილებენ და ამით დამყარდება დემოკრატიისა და ცხოვრების უკეთესი პარამეტრი. გამორიცხულია ახლა გლისთავზე სახარების კითხვა და არჩევნების გზით საარჩევნო კანონის რაც არ უნდა გაკეთებილებებით ჩვენ უარი ვათქმევინოთ მგელს ცხვრის პარაზე. ერთადერთი გზა, რომ ეს რეჟიმი მოვიცილოთ, ბანკების დირექტორია მოვიცილოთ, ოლიგარქიის დიქტატურა მოვიცილოთ, ხო? არის საყოველთაო წინააღმდეგობა, აქციებზე სერული, საპროტესტო აქციების მოწყობა. და ამ დროს ჩვენ უნდა ველოდებით იმას, რომ ვიღაცა ფულს გადაგვიხდის აქციებში მონაწილეობისათვის. ეხლა კახეთის აჯანყების მონაწილენი არ ელოდებოდნენ ფულს იქ თავადებისგან თუ დიდვაჭრებისგან თუ ვიღაცისგან. გამოვიდნენ დაიცვეს სამშობლო, ხო? არ ელოდებოდნენ იქ სააკაძემ რომ გააჭირა თავი ყორჩიხანს იმაში რა ქვია, მარტყოფში. არ ელოდებოდა ის რაზმი სააკაძესთან მყოფი ფულს და ვერცხლს და საქართველოს ვირებთ აქციების მოწყობას ბატონო შალვა ჩვენ ამდენ ხანი ვაწყობთ ამ დღეებში ხო ვეწვევით იქ სასახლეში ვიყავით ის პატარა აქცია არ იყო ვერ დაინახეთ ის მსვლელობა უზარმაზარი მაგრამ როგორ არის ის საქმე ეს საყოველთაო აქცია მაინც არ იყო უფრო პარტიული აქცია გასაგებია საყოველთაოს ვერ ვაცხადებთ ადამიანებს შეკრებთ საყოველთაოს ვერ ვაცხადებთ იმიტომ რომ როგორ არის იცით აი პრაქტიკულად ეროვნული მოძრაობის შემდეგ უკვე რაც აქციები წამოგორდა, იქ ბირთვი იყო შექმნილი, ბირთვი, არ და აქციის დროს თავარია ბირთვი, რომელიც იქ მუდმივად არის და მე ახლა მომსვლელები მოდიან და მიდიან, ეგ აღარ არის პრობლემა. აი ბირთვი ვერავინ ვერ შექმნა ფულის გარეშე. ის ბირთვი რაც იყო სააკაშვილის დროს ვარდების რევოლუციაზე, იყო ჩამოყვანილი, ვიცით რომელი რაიონებიდან, უხდიდნენ ფულს და სამჯერად იყვებოდა ყველაფერი. შემდგომ პერიოდშიც აი პატარგატიშვილის აქციებზე იქ მილიონები დაიხარჯა პოლიტიკოსებად საერთოდ მილიონები შეჭარბა ორგანიზებაზე როგორ ფიქრობთ არა ორგანიზებული არამედ სოციალური აფეთქება ხომ არ მოხდება თქვენი აზრით თუნდაც იმ პირობებში რა პირობებშიც ახლა არის ქვეყანა სოციალური აფეთქება უკვე მოხდა სოციალური აფეთქება გიორგი უკვე მომხდარია მეტი რა აფეთქება გინდა ლარი აფეთქდა ეკონომიკა აფეთქდა სამუშაო ადგილები აფეთქდა აგერ დღეს 1000 კაცი განთავისუფლეს კიდე თავდაცვის სამინისტროდან და სხვა სამინისტროების თანამშრომლებია რიგში კიდევ უმუშევარ ქვეყანაში კიდე უმუშევრებს ამატებ და კრიზისებს და ამას ეძახი ლარიზაციას თვითმმართველობები აფეთქებულია არჩევნები გაყალბდა ხელისუფლება უზურპირებულია მეტი რა აფეთქება უნდა მოხდეს ახლა მთავარია რომ ამ აფეთქებას მოყვეს ხალხის პასუხი ადეკვატური პასუხი ხალხი არ გამოდის ბატონო შალვა და იქნებ ეს ხალხი და მეორე ვადით აირჩიეს ისევ ქართული ოცნება იქნებ ხალხი აი გარკვეული ნაწილი ენდობა ქართულ ოცნებას და ამიტომ არ გამოდის როგორ ფიქრობთ ხომ არ შეიძლება ეს იყოს მიზეზი ნუ ეხლა გამორიცხულია როდესაც ხალხი აი ამ დღეშია და ხალხს აღარ აქვს საშველი და ის რა ქვია ერთლარიანი პროდუქცია 2 და 3 ლარი უხდება და ყოველ წუთს უდნება ის ვალუტა ჯიბეში და არ არსებობს ასეთი ტემპი დღეში 5-6 პუნქტით ეროვნული ვალუტის ჩამოვარდნა დიდი დეპრესიის დროსაც კი ამერიკაში 30-იან წლებში არ იყო რაღაც სასწაულ დღეში ვარ ახალწლების გააქტიურებულმა პროცესმაც ვერ
გამყარა ლარი ხო დავინახეთ ამ დროს გადმორიცხულია უცხოეთში წასული ჩვენი მოქალაქეების ფული ვალუტა გადმორიცხული ეს ვაჭრობა აქტიურებულია ყიდვა გაკიდვა გამყარდა დღენახევარი გამყარდა და მე ისევ წავიდა გაუფასურება ვერ გამყარა ეხლა საშინელი განსაცდელი გველოდება წინ შესაბამისად ხელისუფლება ეს ეგრეთ წოდებული ვაჭრების ხელისუფლება ოლიგარქების ხელისუფლება უნდა გაუშვათ თავისით არ წავლენ და მე ეხლა იმიტომ ვატარებ ამ აგიტაცია პროპაგანდას და იმიტომ ვეუბნები ჩემ ხალხს პირდაპირ არა გვაქვს ჩვენ ფული არც თქვენ არც ჩვენ ამიტომ უფულები ვინცა ვართ შევიკრიბოთ ყოველგვარი სამჯერადი კვების ფულის ავტობუსების მარშრუტკების გარეშე და პირველ რიგში ახლა ხალხამდე მიმართავენ პოლიტიკურ პარტიებს თავიდანვენებოთ მოსემწერლობას რაღაცა პროექტების ჯღაბნას ვიმეორებ გლის თავზე სახარების და ბიბლიის კითხვას არაფერი არ გამოა უნდა გავიდეთ ქუჩაში არ დაიძრება ეს ადგილიდან ამას საქართველოს აფარებული აქვს წინ ასე ვთქვათ მაშველი რგოლივით აფარებული აქვს ჩვენ ვართ მძევლები მისი ბიზნესის მისი სიკეთის მისი ბედნიერების ქონდა 7 მილიარდი რომ მოვიდა ეხლა 27 მილიარდი არანაკლები და მეცაც გეტყვით პრაქტიკულად უკვე მივედით იმ დონემდე რომ ქვეყანაში შეიქმნა მაღალ ანაზღაურებად ჩინოვნიკთა განსაკუთრებული ფენა და არც სხვენიათ ამის, არც ეშინიათ, არც ერიდებათ. ეხლა საგანელიძეს რო 30000 ექნება ლარი ხელფასი. დავით საგანელიძეს. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი ხისტავა პოლიტიკოსი, რამდენი წელი ვიცნობთ ერთმანეთს. როგორც პოლიტიკოსი პერონად არ ვაბო. რას აკეთებს იმისთანაც იმ პარტნიორთა ფონდში, რომ 30000 არ საერთოდ მომაცხობლებო. საიდან არა, პიროვნებებზე უნდა გადავიდე, ისე წელს ვერ შევაჯამებ, თუ არ დავასახელეთ კონკრეტული მაგალითები. აბაშიძეს მარეგულირებელი კავშირობრივი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს 21000 ლარი რა შეაქვს. რა დააშავა ქართველმა ხალხმა, რომ მთელი ცხოვრება უნდა იყოს ქართველიერი, კავსაძეების, ბერიკაშვილების, აბაშიძეების და გურანდების და ვიღაცის მსახური და ამათი კაი ცხოვრების მაყურებელი. ვიღაცა შენგელიები და იმათი. ინტელიგენციას თავი დავადოთ. არა, ინტელიგენციაზე კი არ არის საუბარი იმაზე, რომ 2017 ფენა ჩამოყალიბდა საზოგადოებაში, რომელსაც აწყობს ქართველი ერის მონათყოფნა იმის გამო რომ კარგად ჭამოს, კარგად სვას და იდეოლოგიას აწარმოებს, რომ მოითმინე შენ, ხვალ გეკრება კაი ცხოვრება, დღეს მოითმინე, იმიტომ რომ აბა უცბად არაფერი არ აშენებულა, უცბად არ აშენებულა ის რა ქვია, ცათამბჯენები და პირამიდები და მისთვის უკვე აშენებულია პირამიდაც, კოსმოსიც, ესე იგი. ახი კავსაძეს და გივი ბერიკაშვილზე ამბობთ ამას ბატონო შალვა. ისინი არ გამოირჩევიან ძალიან შეძლებულები არ არიან. კონკრეტულად კახი კავსაძეს და გივი ბერიკაშვილს. ეხლა ბერიკაშვილის ქალიშვილი ხო არის კულტურის მინისტრის მოადგილე. დიახ. და რა ფულს აკეთებს ის ქალი ვინმე დათვალა? ვინმე შეამოწმა? 100 არიან შვილები გაგზავნილი ყავთ მილიციის უფროსებად, გამგებლებად, გუბერნატორებად, მინისტრის მოადგილეებად, ელჩებად, ბიზნესში ყავთ ჩასმული. ეს ამ ელიტის ხელში ეს ბიზნესი ყველაფერი და მონახავენ ლიდერად ხან შევარდნაძეს, ხან სააკაშვილს. გამსახურდე უნდა და არ გამოადგათ ამ პროპაგანდული გამსახურდია. ეხლა მომონახეს ლიდერად ივანიშვილი მათი ინტერესები დაემთხვა, რომ ერთად ჩაგრონ ერი, ერთად ჩამონ ამათი საერთო. მithumetes ერს არ აქვს შეამჩნიეს, რომ პროტესტის გრძნობა არ აქვს. ამას რომელი ერი მოითმენდა? ვიმეორებ, არგენტინაში 7 მთავრობა შეიცვალა სამთვეში, როცა მათი პესო დავარდა და იყო პრობლემები. ვინ პატიობს ასეთ რეცესიას ეროვნული ვალუტის, რომელიც საზოგადოება არ გამოდის გარეთ? და რომელიც საზოგადოებას უნდა ხვეწრა იმისათვის, რომ შენი ჭირმე გამოდი და ნუ გეშინი არავინ დაგარბებს, არ შეგცივდება, არავინ არაფერს არ გესვრის, გვესვრიან, დაგორბევენ, შეგცივდება. სხვანაირად საქართველოს არ გადარჩება, მეგობრებო. ამიტომ აი ამ მამლის წელს გვინდა მამლობა. აი მამალი ბიჭეო, ხო იტყვენ მამალი ქალიო, კაი ტერმინია ეს, არ ვიცი, ახლა ზოგიერთმა რუსულ ენაზე სხვანაირად გადააკეთეს. ხალხზე ძალიან კარგი არ არის მამალი ქალიო, არ მინდა მე ჩემზე ნოიტ. არა, კაი გაგებით ამბობენ, კაი გაგებით ახლა რა გაგებით. ბატონო შალვა, თქვენ შეაფასეთ ესეთი კი რა ჰორმონალური დარღვევებით. ნუ ნორმალური გაგებით. შესაბამისად თქვით რომ იყო ნეგატიური წელი. 2017 წელი იმისათვის რომ ის პრობლემები, რაზეც თქვენი საუბრეთ, აღარ გქონდეს ქვეყანას და განსაკუთრებით ალბათ სოციალური მდგომარეობა და გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობა. რა უნდა გაკეთდეს და რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? ანუ დაემატება ნეგატივი 2017-ში თუ თქვათ ელოდებით რაიმე რადიკალიზაცია. დაემატება კი რა, გაღრმავდება და გადავალთ უკვე იმ სტადიაში, როდესაც აღარც ქუჩაში გამოსულა და საპროტესტო აქციები აღარ უშველის საქმეს, იმიტომ რომ მოხდება აბსოლუტური რეცესია, კოლაფსი ეკონომიკის, სოციალური სფეროს, ფსიქოლოგიის, ის გაქცეულ ხალხს კიდე დაემატება, უამრავი გაქცეული აქედან წასული, დარჩება ადგილზე დავრდომილი
ნაძრომილი მოხუცი არაბძოლის უნარიანი მოსახლეობა და დარჩება მთლიანად აი ამათ სათარეშოდ ეს ყველაფერი ეხლა მეტი დაცინვა რა გინდა ხალხის ეს ტუჩებ დაბერილი კალაზე დღეს გამომეცხადა სანტა კლაუსის იმით ფორმით გამოგვიცხადა რომ ზღაპარშია ცხოვრება საერთოდ ზღაპარიაო ანუ თავიანთი ცხოვრება რომელიც მართლა ზღაპრულია გავცვლეთ ჩვენზე რომ ჩვენ ზღაპარში გვიცხოვრია და სისულელებს ჟუტურებდა რაღაცას ქუჩიდან ნაცვლად იმისა რომ ის 18 ჰესი რომელიც წაართვა ქართველ ხალხს აი ამ კლასიკურმა ბანდიტმა მე ვაპატიოთ ახლა ახალ წლის წინ ალბათ უფრო კულტურულად რომ გამოდიოდეს პოლიტიკური ლიდერი მაგრამ ახლა როცა ხედავ ამ ხალხის ვაებას იმ დღეს დეზერტირის ბაზარში ვიყავით იქ რაღაც სიუჟეტი გადავიღეთ ნახეთ ალბათ ის ნოდარ მელაძესთან შევხედე ხალხს და თავი მეგონა რაღაც სხვა ქვეყანაში სხვა რასასთან გაშავებული გალურჯებული შეციებული თვალებს ჩავარდნილი ღიმილის არ მქონე ხალხი დამხვდა მყიდველიც და გამყიდველიც ეს ის ქალაქია ეს ის ქვეყანა რომელსაც შენატროდა მთელი საბჭოთა კავშირი აი ყოველთვის ამბობდნენ მოსკოვში და იქ მაღალწრეებში ახლა მე დილ აკადემიაში ვსწავლობდი და ახლა იქ ისეთი დონეები იყვნენ რომელსაც ძნელად გააკურებდი რამით ო თბილისში как хорошо одеваются как и солидные люди მაგრამ ეხლა გაიხედავ და გონია რომ რაღაც სხვა რას მოვიდა ეს სოციალურია თქვენი აზრით თუ არა ბოლო 80 წელმა ყველაფერი დააბრუნდა რამე დამაიმედებელი გითხარით ეხლა 2017 დაუჯეროთ ერთმანეთს და როცა შეგაწუხებთ მიტინგზე გამოსასვლელად ჩვენ რატო არ ვეძახით ეხლა მიტინგზე გამოსასვლელად ხალხს რა შიშია სინდრომებია ზოგი ელოდება თქვა იქ რაღაც ფინანსით გამოვიდეს არის ჩვენ საზოგადოებაში ეგეთი კატეგორია ამიტომ რო დაუძახო და არ გამოვიდნენ ზუსტად ეს უნდა ივანიშვილს და კალაძის ბანდას რო აგა ხალხი არ უჭერს ამათ ფარს დაუძახეს და არ გამოვიდნენ და მეორე დღესვე ის ლარი გახდება 3 და 4 და მეორე დღესვე კიდევ გაყრიან მე დამატებით ხალხს და დაუსჯერად იგრძნობენ თავს ამიტომ ვერ რისკავთ რომ დაუძახოთ ხალხს ქუჩაში გვაქვს სიფთხილე, ნუ შიშთან გადასული რომ არ გამოვლენ. და რო არ გამოვლენ, ისინი უფრო წაკეცდებიან. გადავლახოთ, ადამიანი ერთხელ კვდება, მეგობრებო, აუცილებლად 100 წლის შემდეგ. არაფერი არ მოგვივა. როგორც მარქსი ამბობდა, დავკარგავთ ბორკილებს მხოლოდ. ბორკილებს მიუყრით კარებთან. თუ ვიაქტიურებთ, თუ ვიბრძოლებთ, თუ ასე ვიჯდებით ერთმანეთს უყურებთ, რომ ნათელაშვილი რას აკეთებს, მარტო ლაპარაკობს, არაფერს არ ლაპარაკობს. 20 წელია სიცოცხლე შემოგწირე და 10 სიცოცხლე შემოგწირავთ. კიდევ და რომ დავიბადო, რა ვიცი, ერთმანეთს 10 ჯერ თუ 20 ჯერ იგივე გზას გავივლი, მაგრამ ეხლა მარტო ნათელაშვილი, მარტო ერთი პარტია, ერთი ლიდერი, ერთი ტელევიზია, ერთი ჟურნალისტი, ამ თუნდაც ჯგუფი პოლიტიკოსი ვერაფერს ვერ გააკეთებს. თუ ხალხმა არ ამოიღო ხმა, თუ ისევ ჩვენ იმაზე რა ქვია გათვლა გვექნება რომ ავტობუსებს გამოგვიგზავნიან და ხელფას დაგვინიშნავენ ბადრი აღარ აღსგება პატრიკაშვილი მოკდა უკვე всё დამთავრებულია ვინ დაგვაფინანსებს აქციას ამ პარტიას თლიანად მილიარდერების კლუბის ბატონობის ქვეშ ვარ მოქცეული ხელისუფლების აზრსაც გავიგებთ რა ხელისუფლებისა სად არის ხელისუფლება სად არის ერთადერთი ხელისუფალია საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილის სახელობისაა პარლამენტი აი ვინც თქვენ გელოდებათ ბიძინა ივანიშვილის სახელობისაა მთავრობა დიახ ზუსტად იმ ბიძინა ივანიშვილის სახელობიდან არის ეს ბატონიც და ყველა ბატონები ვინც იქ არიან და არც ცხენიათ რომ პრაქტიკულად ამორჩეული არ ყავთ არავინ არ იცნობს არაფერი გაუგეთებიათ ერთ წუთი ოპლი არ დაუყრიათ დაიმსახურეს ჭორვილელი გონებაჩუნგის კეთილი განწყობა ბადნაშალვა გთხოვთ არა რას ვთხოვ ეს კაცი არის გასასამართლებელი ამას უნდა მოუწყოთ მომავალ წელს ნიურნბერგის პროცესი მე ყველაფერს გავაკეთებ აი ახლა გეუბნებით რომ ეს კაცი საერთაშორისო სასამართლოების სისტემაში ჩავაგდო და საერთაშორისო მართლმსაჯულების გზით გავასამართლოთ რომ ეს კაცი დააპატიმრონ და თბილისის აეროპორტიდან თავისივე თვითმფრინავით წაიყვანონ ჰააგაში და დაიკავოს მილოშევიჩის ადგილი სხვა არანაირი გამოსავალი გარდა ამ პიროვნების მოცილებისა და მთელი ამ ბანდის მოცილებისა რომელიც მას გარსახვევია არ დაგვრჩა ისინი არ წავლენ არჩევნების გზით ისინი არ შეცვლიან პოლიტიკას და არ გახდებიან ხალხურნი ისინი არ გაუმჯობესებენ სოციალურ ყოფას ეკონომიკას მათ თავიანთი ზღაპარი როგორც დღეს კალაძემ განაცხადა მოიწყვეს შესაბამისად მეგობრებო ხელი გავანძრიოთ ვიაქტიუროთ და ჩვენი დამარცხებელი არავინ არ არის შესაბამისად მე მინდა გისურვოთ გამარჯვებები მომავალ წელს ჯანმრთელობა გამრავლება და რასთავარია იმედი არ ჩაფრთომდეს არასოდეს იმიტომ რომ მიზანი აუცილებლად თუ ის კეთილშობილია შესრულებადია წარმოდგენილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი დიდი მადლობა ბატონო შალვა